BBC, რომელსაც საგამოძიებო ფილმის გამოქვეყნების შემდეგ ქართული ოცნება სამართლებრივი დავის წამოწყებით ემუქრება, მათ პასუხობს და წერს, რომ ჟურნალისტური გამოძიება არაერთი წყაროს მტკიცებულებებს მოიცავს. გავლენიანი ბრიტანული მედიის სპიკერი ტელეკომპანია ფორმულას ეუბნება, რომ ისინი ჟურნალისტურ სამუშაოს იცავენ და მადლობას უხდიან მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს. საუბარია BBC-ს გუშინ გამოქვეყნებულ საგამოძიებო ფილმზე, რომელშიც ნათქვამია, რომ გასულ წელს ქართული ოცნების ხელისუფლებამ ანტისახელისუფლებო დემონსტრაციების დასაშლელად სავარაუდოდ პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური ნივთიერება გამოიყენა. BBC მსოფლიოს მოწინავე ქიმიური იარაღის ექსპერტებზე, ექიმებსა და საქართველოს სპეცრაზმის ინფორმატორებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ წყლის ჭავლის მანქანებში ჩასხმული ნარევი სავარაუდოდ განსაკუთრებულად ძლიერი და მდგრადი ქიმიკატი, ბრომბენზინის ციანიდი, იგივე კამიტე იყო. ეს არის ნივთიერება, რომელიც საფრანგეთმა გერმანიის წინააღმდეგ პირველი მსოფლიო ომის დროს გამოიყენა. ამის შემდეგ კი მისი ხანგრძლივი ზემოქმედების შესახებ არსებული შეშფოთების გამო ის მიმოქცევიდან ამოიღეს. ჩვენი დოკუმენტური ფილმი, როდესაც წყალი გწვავს ბრძოლას საქართველოსთვის, რომელიც ჯილდოს მფლობელმა გუნდმა მოამზადა თბილისში შარშან დემონსტრანტების წინააღმდეგ საქართველოს მთავრობის ქმედებების გამოძიება. ის მოიცავს არაერთი წყაროს მტკიცებულებას, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. მათ შორისაა თავად დემონსტრანტების, არაერთი ინფორმატორის, გაეროს ექსპერტებისა და საქართველოში მომუშავე ექსპერტების ჩვენებები, ასევე სამედიცინო კვლევები, წერილობითი საბუთები და ანგარიშები. ეს რეპორტაჟი მტკიცედ ემსახურება საზოგადოების ინტერესს და შეგროვებული მტკიცებულებები აუდიტორიას ნათლად წარედგინა. ჩვენ ვიცავთ ჩვენ ჟურნალისტურ სამუშაოს და მადლობას ვუხდით მონაწილე მამაც კონტრიბუტორებს. ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ დაადასტურა, რომ BBC-ს გამოძიებაში ნახსენებ ქიმიურ ნივთიერებას მათი უწყება მართლაც ყიდულობდა და იყენებდა, თუმცა წინა ხელისუფლების დროს ყოფილი მინისტრის კომენტარი პროსახელისუფლებო მედიამ გაავრცელა. ოცნების მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე კი საპირისპიროს ამტკიცებს და ამბობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კამიტი არასდროს შეუსყიდია. ვახტანგ გომელაურის კომენტარზე პასუხად გელაძემ თქვა, რომ 2009 წელს რამდენიმე ნივთიერება შეისყიდეს სხვადასხვა სახის, თუმცა არა კამიტი. გელაძემ არ უპასუხა მთავარ კითხვას, კონკრეტულად რა ნივთიერებებს იყენებდნენ აქციების დასაშლელად. გავრცელებული ბრალდება, რომელიც შეეხება შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან აქციის მონაწილეების წინააღმდეგ აკრძალული ნივთიერების ეგრეთ წოდებული კამიტის გამოყენებას არის სრული აბსურდია, სიცრუე, არანაირი სიმართლე ამას არ შეესაბამება. მე პირადად გავეცანი ყველა დოკუმენტაციას, ყველა შესყიდვას, რომელიც კი განხორციელებულა მიმართულებით და სრული პასუხისმგებლობით და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ არასდროს საქართველოში შინაგან საქმეთა სამინისტროს არ შეუწყიდია ეგრეთ წოდებული კამიტი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა დაიწყო გამოძიება მოგეხსენებათ. რა თქმა უნდა, დაინიშნება ყველა შესაბამისი ექსპერტიზა, გამოიკითხება ყველა ადამიანი და გაიცემა აბსოლუტურად ყველაფერს. ბატონი ვახტანგი რასაც გულისხმობდა, 2009 წელს არის სხვადასხვა ნივთიერებების შესყიდული, უბრალოდ გაგიცნობდა იმედები და ეს არ არის კამიტი. BBC აცხადებს, რომ მათ მოიპოვეს კონფიდენციალური დოკუმენტი განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 2019 წლის ინვენტარიზაციის სია და მისი ნამდვილობა დაადასტურეს. დოკუმენტში ორი საყურადღებო ნივთიერება აღმოაჩინეს. ეს არის ქიმიური ფხვნილი კოდით 34-39, რომელიც სამრეწველო ქიმიკატების დიდ ჯგუფს აერთიანებს, თუმცა BBC-ს მიხედვით, ამ ჯგუფიდან ისტორიულად დემონსტრანტების წინააღმდეგ მხოლოდ კამიტი გამოიყენებოდა. მეორე კი არის ქიმიური სითხე კოდით 17-10, რომელიც BBC-ს მიხედვით ქიმიური ნივთიერებების წყალში გასახსნელად გამოიყენება. BBC-ს თანახმად ამ ქიმიური ნივთიერების სავარაუდო იდენტობის დადგენაში მათ მაღალი რანგის რამდენიმე მამხილებელი დაეხმარა, რომელიც განსაკუთრებული დავალებების დეპარტამენტთანაა დაკავშირებული. მათ შორისაა შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო დავალებათა დეპარტამენტის შეიარაღების განყოფილების ყოფილი უფროსი ლაშა შერგელაშვილი. ის ამბობს, რომ 2009 წელს მას ახალი ნივთიერების ტესტირება სთხოვეს, სწორედ იმ კოდებით, რომლებსაც ბრიტანულმა მედია საშუალებამ მიაკვლია. გამოცდისას აღმოაჩინა, რომ გამოყენებული ნივთიერება ჩვეულებრივზე 10 ჯერ ძლიერი იყო. შერგელაშვილი ამბობს, რომ ყოფილმა კოლეგამ 2024 წელს საპროტესტო აქციებზე ამ ნივთიერების გამოყენება დაუდასტურა. BBC ასევე ესაუბრა პოლიციის კიდევ ერთ ყოფილ მაღალჩინოსანს, რომელმაც დაადასტურა, რომ ისნაერთი, რომელიც წყლის ჭავლის მანქანებში იტვირთებოდა, შერგელაშვილის თანამდებობაზე ყოფნისას იგივე ნივთიერება იყო, რაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქციებზე გამოიყენეს. ქართული ოცნების პრემიერი დემონსტრანტების ქიმიური იარაღით მოწამვლას უარყოფს. კობახიძე, რომელიც 2023 წელს კეზერაშვილის წინააღმდეგ კომენტარებს სწორედ BBC-ს ჟურნალისტურ გამოძიებაზე დაყრდნობით აკეთებდა, ახლა ბრიტანულ მაუწყებელს სტანდარტებს უწუნებს. სამწუხაროდ BBC-ს ხელით გავრცელდა აბსოლუტურად ტყუილი ინფორმაცია. არ შეიძლება BBC საერთაშორისო მედია ხელმძღვანელობდეს იგივე სტანდარტებით, როგორც ხელმძღვანელობენ ფეიქ ტელევიზიები საქართველოში, ხო? თუმცა ჩვენ ხედავთ, რომ აბსოლუტურად გათანაბრებულია სტანდარტები, უარყოფითი გაგებით. ეს ნივთიერებები არის შეძენილი 2009 წელს, მაგრამ რაც შეეხება კონკრეტულ დასახელებულ ნივთიერებას, იმ ნივთიერებას საერთოდ არ შეიცავს ეს კონკრეტული, ასე ვთქვათ, მასალა.
აქედან გამომდინარე, შინაგან საქმეთა სამინისტრო დეტალურად გეტყვით იმას, თუ რა ტყუილი გაავრცელა BBC. ჟურნალისტური გამოძიების ფარგლებში BBC მსოფლიოს მოწინავე ტოქსიკოლოგსა და ქიმიური იარაღის ექსპერტს კრისტოპერ ჰოლსტეგეს დაუკავშირდა, რომელმაც მედიის მიგნებებზე დაყრდნობით თქვა, რომ მისი აზრით აქციების დასარბევად ნამდვილად კამიტი იყო გამოყენებული. ექსპერტი ამ ნივთიერების ჯანმრთელობისთვის სახიფათო გრძელვადიან შედეგებზე საუბრობს და ამბობს, რომ მას პოტენციურად შეუძლია ფილტვებზე დიდი ზეგავლენა მოახდინოს, გამოიწვიოს ხველება და შექმნას პნევმონიების მაღალი რისკი. BBC-ს დასკვნების შემაშფოთებელია გაეროს სპეციალური მომხსენებლის წამების საკითხებში ელის ედვარდისთვისაც. მან ხაზი გაუსვა, რომ მასობრივი არეულობის სამართავის საშუალების ნებისმიერი ეფექტი საერთაშორისო კანონმდებლობით დროებითი უნდა იყოს. მისი თქმით, აღწერილი სიმპტომები კი სცილდება იმას, რაც დროებითად და მისაღებად ჩაითვლებოდა. მიგვაჩნია ლელო ძლიერი საქართველოს, რომ ამ საქმის გამოძიებაში უნდა ჩაერთოს OPCW, ანუ ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაცია, რომელიც ზუსტად ამ საკითხებით არის დაკავებული და ეს მაგათი პრეროგატივაა. აუცილებლად და ჩვენ მივმართავთ ამ ორგანიზაციის გენერალურ მდივანს, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს და დაგვეხმარონ ამ საკითხის გარკვევაში. იმიტომ რომ 10,000 ადამიანის, უფრო მეტი ადამიანის ჯანმრთელობა იყო საშიშროების ქვეშ, სიკვდილის ქვეშაც კი. ამიტომაც ასევე ჩვენ აუცილებლად დავიწყეთ უკვე თანამშრომლობა ჩვენი პარტნიორ ქვეყნებთან, რომ მათ მთავრობებმა მიმართონ ამ ორგანიზაციას იმისათვის, რომ ეს საკითხი დროულად დაიძრეს და რეალურად ნამდვილი გამოძიება ჩატარდეს. BBC ჟურნალისტურ გამოძიებაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება გუშინ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და უცხოეთის ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლებით დაიწყო. დღეს ცნობილი გახდა, რომ დინარაძის უწყებაში გამოკითხვაზე დაიბარეს პედიატრი ძმები დავით და კონსტანტინე ჩახუნაშვილები, რომელთა კვლევაც BBC-ს ფილმშია ნახსენები. მათ მაგისტრატი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვეს. სუსში ასევე დაიბარეს აქტივისტი და პარტია დროას წევრი თათა ხუნდაძე, რომელმაც გუშინ საჯაროდ ისაუბრა 2024 წლის ნოემბრის დარბევების საკუთარ გამოცდილებაზე. ხელს არ მოგიწერთ ხო? არა, იცით როგორი რაღაცა. არა, ვიცი ყველაფერი, მაგრამ არ მოგიწერთ. არა, ხელი კი არა, მან შენიშვნა უნდა გააკეთოთ, რომ გამოცხადებაზე უარსაცხადებ და მაგისტრატ დამირეკეთ და ტელეფონში გეტყვით. არა, მან უნდა არა, ჩემი იურისტთან გავიარე კონსულტაცია და მითხრა, რომ ზარის შემთხვევაშიც ეს უკვე დაფიქსირებული არის, რომ მაგისტრატია, მაგრამ მე რას უშლის, რომ თქვენ დამიფიქსიროთ, რომ მაგისტრატ მოსამართლესთან გამახვილად შემა ესე მოიქეციო და სამწუხაროდ ვერ მოგიწერთ ხელს. არა, ერთი წამი მომისმინეთ მაშინ მე შენიშვნა უნდა გავაკეთო. კი ბატონო. თუ თქვენ საერთოდ ხელს არ მიწევთ. კი ბატონო. გეთანხმებით. არა, თანხმობას აცხადებთ, რომ მაგისტრატ მოსამართლესთან გამოიკეთეთ. კი ბატონო. კაი, დამესწარით მაშინ რომ მე ეს გავაკეთე. კი ბატონო. კი ბატონო. მომიტინგეების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის შესაძლო გამოყენების შესწავლის მოთხოვნით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქიმიური იარაღის აკრძალვის ორგანიზაციას და გაეროსა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლეს წარმომადგენლებს მიმართა.